მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო. უკვე მერვე დღეს ვითვლით ომის ახლო აღმოსავლეთში, მე კიდე ტრადიციულად როგორც შეგვირდით, ყოველდღიურად მთელი მარტის განმავლობაში 31 დღიან ჩელენჯში ისე ვაგრძელებ მონაწილეობას და იმის დამიხვდებით რომ ცოტა რთულია ეს ყველაფერი, მედგრად უყურებ ყველაფერს ძალიან ძლიერად და შევეცდები რომ 31 მარტამდე ეს ყველაფერი მივიყვანო თავიდან ბოლომდე სწორად და ინფორმატიულად. მეგობრებო, დღეს არის უკვე 8 მარტი. მერვე დღე ომის, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე ამ ომმა მიიღო გარკვეული სახის სურათი, რაც გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ უკვე სხვადასხვა სპექტრიდან შეგვიძლია დავაკვირდეთ ამ ყველაფერს და ამ მოვლენებს, რომელიც ახლა ბოლო 12 საათში გადახდა, მე მთავარ სიახლეებს, რომელიც 100% დადასტურებულია მოგაწვით და სანამ მოდი ამ ყველაფერზე ჩვენ გადავალთ და შევხედავთ სხვადასხვა სპექტრიდან, გთხოვთ რომ დალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი, გავზიაროთ ეს ვიდეო მეგობრებს და შეგიძლიათ დონაციას გააკეთოთ, რომელიც აღწერაშია მითითებული. პირველი და ყველაზე მთავარი სიახლე ეს არის მეგობრებო, რომ ირანის რეჟიმი ოფიციალურად აფრთხილებს აზერბაიჯანს, რომ თუ სიონისტებს შენი ქვეყანიდან არ გააძევებო, პოტენციურად შეგვიძლია უკვე რომ სამიზნეში როგორც ისრაელის მოკავშირე ისე ამოგიღოთ. მოდი ხა წავიკითხოთ ეს ყველაფერი ეს დადასტურებული 100% ეს ამოღებულია ალ-ჯაზირა, TRT ნეტვორკიდან, ანუ ქართულად მე რასაც ვიყებ ჩათვალეთ ეს ყველაფერი დადასტურებულია, უბრალოდ ეხა ინგლისურიდან, იმიტომ არ განახებთ ამ ყველაფერს, რომ ვიცით რომ ზოგმა ინგლისური ენა უბრალოდ არ იცით უცხო და ვცდილობ რომ თქვენთვის ესე ვთქვათ მარტივი იყოს ყველაფერი. ირანის რეჟიმი აზერბაიჯანს მოუწოდებს რომ ქვეყნიდან სიონისტები გააძევოს, რათა საკუთარი მოსახლეობა საფრთხეში არ ჩააგდოს. განცხადებას ხათამ ალ-ანბიას ცენტრალური შტაბის სპიკერი აკეთებს. ამერიკული და სიონისტური აგრესიის წინააღმდეგ მასშტაბური კონფლიქტის მიუხედავად ირანი ცდილობს რომ თავიდან აირიდოს მეგობრული მეზობელი და მუსლიმი ქვეყნებისთვის ზიანის მიყენებამ. ირანის მეზობელ ქვეყანას აზერბაიჯანს მოუწოდებთ რომ როგორც მუსლიმას სახელმწიფომ ქვეყნიდან სიონისტები გააძევოს. ანუ ნახეთ ახლა რა თემა არის, ანუ ხო არსებობენ ებრაელები. არსებობენ სიონისტები. არსებობენ ორთოდოქსი ებრაელები. არიან აშკენაზები და ანუ ეს ყველაფერი, ანუ ნახეთ ახლა უყურეთ ირანს იდეაში მხედველობაში რა აქვს. ანუ ირანი იმას კი არ ამბობს ებრაელები გაიყვანა ქვეყნიდან. ირანი ამბობს რომ სიონისტები გაიყვანა ქვეყნიდან. ანუ სიონიზმის განმარტება რა არის? სიონიზმი არის რწმენა იმის შესახებ რომ ისრაელს უნდა ქონდეს სახელმწიფო. რომელიც იდეოლოგიურ ქვაკუთხედა ჩამოყალიბდა ბიბი ნეთანიაჰუს პერიოდში ისრაელის ეს თუნდაც საგარეო პოლიტიკის, ხო და ამას ემსახურება თუნდაც ის დიდი ისრაელის იდეა. რათა თავიდან ერთვის ქვეყანაში საშიშროების გავრცელება, საფრთხე არ შეუქმნა საკუთარ მოსახლეობასა და ისლამური ირანის უსაფრთხოებას, ციტირებას გამოცემს Fars News-ის სპიკერის განცხადებას. ეხლა მეორე, ხა ძალიან საინტერესო მეორე, ეხლა ეს არის და ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს დივანი გამოდის და ამბობს ესეთ რაღაცას, რომ ჩვენ შურს ვიძიებთ ჩვენი ლიდერისა და ჩვენი ხალხის სისხლისთვის, ტრამპმა პასუხი უნდა აგოს. ეხლა ამ ყველაფერს აქვს ძალიან საინტერესო ბექგრაუნდი, როგორ უნდა აგოს ტრამპმა პასუხი. ის რომ ეხლა ირანს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ამერიკას ტექნოლოგიური კონკურენცია გაუწიოს, გარდა იმისა, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ ამერიკამ თუ დაიწყოს სახმელეთო ოპერაცია, ეს ამერიკას ძალიან გაუჭირდება. და მეორე ვარიანტი, რომ ამერიკას long term-ში არ შეუძლია ამხელა ჰაერს წინააღმდეგო და მაგალითად რაკეტების მუდმივ მზადყოფნაში, რომ ამერიკის თითოეული რაკეტა, რომელიც ირანიდან ვიფრინავს, ამერიკულ ბაზაზე მის ჩამოგდება ჭირდება საკმაოდ ძვირი, თორე ირანს უფრო იაფი უჩნდება. ანუ ორი სცენარი რო წარმოვიდგინოთ, რომ long term-ში და სახელმწიფო ოპერაციაში ირანთან ძალიან რთულია დაპირისპირება. მაგრამ ამერიკას რა აქვს ხა უპირატესობა და ისრაელს. ამერიკას და ისრაელს ის უპირატესობა აქვს, რომ შეუძლიათ, ანუ სატელიტური ინფორმაციით და ჯაშუშური საქმიანობით, ანუ გველს თავი წააჭრან. ანუ ირანის ლიდერები, როგორც ახლა დაახლოებით რამდენია, ხო 40 ლიდერია მკვდარი, მათ შორის სულიერდელი ალიათოლა ალი ხემეინი. ანუ ამერიკას და ისრაელს რა უპირატესობა აქვს ძალიან დიდი, ეს არის ჯაშუშური და სატელიტური ინფორმაცია. ანუ სადაც ვერ დაემალები ფაქტიურად ვერსად. ამიტომ ძალიან საინტერესოა რითი აპირებს ტრამპს რა დივერსია უნდა მოუწყოს რამე, ანუ ძალიან საინტერესოა ანუ რო ემუქრები, რითი ემუქრები, ანუ ამის შინაარსი მე ვერ გავიგებ პირდაპირ გეუბნებით. ეხლა არის მესამე საინტერესო სიახლე მეგობრებო, სადაც გამოიკვეთა ჩემი თეორიები, რასაც აქამდე მე ვამტკიცებდი, რომ ამერიკასა და ბრიტანეთს შორის არსებობს დიპლომატიური სერიოზული დაპირისპირება. აგერ გამოვიდა ტრამპი და თქვა, რომ ჩვენ არ გვჭირდებაო ხალხიო, ანუ კაირ სტარმერზე ამბობს, შეგახსენებთ დიდ ბრიტანეთის პრემიერზე, რომლებიცო
ომს შეუერთდებიან, როდესაც ჩვენ გავიმარჯვებთო რა. ანუ გაშლილ სუფრაზე მოუნჯდა სტრამერ ჯდომაო. იმიტომ რომ თავიდან ომი როდესაც დაიწყო ბრიტანეთის ოფიციალური პოზიცია იყო, რომ ჩვენ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას არ მივიღებთო. და ხო ისაუცრება, როდესაც ჩვენ დავადუღეთო ირანის ლიდერებიო, მე თქვა რომ ჩემს ბირთვულ ავიამზიცო ხმელთაშუა ზღვაში შეუშვებოდა და ტრამპმა უთქვა რომ გაშლილ სუფრაზე ჩემოც მაკაცო ნაღდად არ დაგსვავდა ჯობია შენ იმაზე იფიქრებო და ბრიტანეთი ძალიან აკრიტიკებს ტრამპი მინდა გითხრათ ანუ მოურიდებლად ყოველგვარი ეს ტიპი არ არის ჩერჩილი რომ მე ისე დაუდგე როგორცაც ბრიტანელები იმსახურებენ და მოკლედ ამერიკასა და ბრიტანეთს შორისაც არსებობს გარკვეული სახის დიპლომატიური სკანდალი და დიპლომატიური დაპირისპირება ესეც მინდა რომ იცოდეთ რაც არის ეხლა უყურეთ ეს არის ტრამპის განცხადება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ გუშინ, ეს იყო საღამოს Fox News-ის ეთერში განაცხადა, რომ ჩვენ არ გვინდა ყოველ 5 წელიწადში ერთხელ დაბრუნება და იმის გაკეთება, ჩვენ გვინდა ირანში ავირჩიოთ პრეზიდენტი, რომელიც თავის ქვეყანაში ომს არ წაიწყებს. ხო წაიყვანს. ანუ ტრამპმა ამით რა თქვა ახლა, მოდი განმოთარგმნოთ, რომ მე მინდა ირანში ისეთი რეჟიმი დავსვაო, რომელსაც კუცრო აუკიცინებო ის ყველაფერს გააკეთებსო რა თავიდან ბოლომდე. და ეხლა ტრამპი ერთადერთი პლუსი ხა ტრამპს რაც დარჩა და რაც სხვა პრეზიდენტებისგან მაგალითად აი ნეოკონებისგან მას განასხვავებს აი ჯორჯ ბუშისგან, ჯორჯ უფროსისგან და ობამას და ანუ სხვა პრეზიდენტებისგან რაც ტრამპი განასხვავებს ეგ არის რომ პირდაპირ ამბობს რომ ფეხებზე მკიდე ირანში დემოკრატია იქნება თუ არაო. ანუ ირანში და ეს მარტო ირანის დამოკიდებულებაში არ ჩანა ტრამპა ასევე გულწრფელად თქვა რომ ვენესუელაში გვინდოდა ნავთობიო. ანუ ამერიკა ხო იყო ადრე რომ იმით იყო დაკავებული ძირითადად რომ აი მაგალითად ხალხის უფლებები უნდა დავისა დემოკრატია ჩავიდეს გავანათო არა ტიპმა პირდაპირ თქვა რომ ნავთობი მაინტერესებდა იქო და აქ რეჟიმი უბრალოდ უნდა დაემხოს ამ გულწრფელობას მე უკვე ვაფასებ რომ პირდაპირ მაინც ამბობს ყველაფერს ანუ აღარ გაბოლებთ რაღაც იმებს პირდაპირ ამბობს რომ ანუ ის თქვა დაჟე კაროლინ ლევიტის ანამ გამოვიდოდა თეთრი სახლის პრესპიკერი რომ ანუ ფეხებზე მკიდიო I don't give a fuck ეგრე თქვა იქნება თუ არა დემოკრატია ირანში ანუ დაუფასოთ გულწრფელობა ტრამპს აი ეს იყო ძალიან საინტერესო სიახლე რომელიც მოხდა 5:30-ზე დაახლოებით ეგრე სიახლეებში წავიგეთ ხოლმე ჯერ X-ზე წავიგეთ ეს ყველაფერი მაგრამ არ ვიცოდი რეალური იყო თუ არა გუშინ მოხდა დღეს დილით მოხდა ოსლოში ან ნორვეგიის დედაქალაქში აშშ-ის საელჩოსთან მოხდა ბლასტი აფეთქება ეხლა უყურეთ წეღა ხო ვისაუბრე იმ თემაზე რომ აი რითი შეიძლება ირანი ამერიკას დაიბუქროს ხო ანუ ერთადერთი ანუ ორ რამეში აქვს უპირატესობა ირანს ეს არის რომ სახმელეთო ოპერაცია აქვს ძალიან დიდი უპირატესობა რომ საკუთარ ქვეყანაში ბრძოლობს და მთები ფორცები მის ხელშია და მეორე ეს არის რომ უფრო იაფი უჯდება თითოეული რაკეტა და ბალისტიკური ვიდრე ამერიკას ეს ორი აი მესამე უპირატესობა უკვე მეგობრებო რასაც ამერიკა კატამ თხარაო და ის თაგვი გამოთხაраო ხო აი დაახლოებით ეს თემა შეგვიძლია ჩვენ პარალელი გავავლოთ იმაში რომ ამერიკამ ამით არ გამოიგონოს ახალი ტერორისტები მსოფლიოში ოღონდ რეალური ტერორისტები და არა ისეთი ტერორისტები რომელსაც CIA ცენტრალური სადაზვერო სამსახური და მოსადი ქმნიდნენ იმისათვის რომ მტრის ხატები შექმნან ეგეც არა აი რომ ანუ ტერორისტული დაჯგუფება მართლა სერიოზულად აი როგორებიც იყვნენ მაგალითად ასასინები ხო? აი დაახლოებით იგივე ვარიანტი რა არ მოხდეს, ანუ ეხლა იცით რა არის, იმის დამიხაროთ რომ ამერიკას ძლიერი კონტროლი დაზვერვა ყავს საკუთარ ქვეყანაში. ანუ ტერორიზმი და მით უმეტეს რელიგიური ნიშნით გამორჩეული ტერორიზმი გაცილებით უარესია. და უბრალოდ 7 სივრცე აღარ დარჩებათ ამერიკის ლიდერებს, ხვდებით? ეხლა მაგალითად ოსლოში ეს აფეთქება აი ამის მანიშნებელია უბრალოდ, რომ ადამიანი რომელსაც პროპორციულ, ანუ კონვენციური ომის სტანდარტებით ვერ უგებ და ვერ აყენებ შენ ისეთ ზიანს, როგორც ახლა მაგალითად ისრაელმა და ამერიკამ უფრო დიდი ზიანი მიაყენეს მაინც ირანს, იმიტომ რომ გაცილებით მეტი ლიდერი მოუკლეს და თან კიდე გაცილებით მეტი შენობა აფეთქებული და ასე შემდგომ, იმის დამიხაროთ რომ ირანი მეტგრად იდგა და ეხაც ძლიერად დგას და ამას თქვენ განახლებთ რომ მოსახლეობის ხარდაჭერაც გააჩნია. მეორე მომენტია რომ ამერიკა შექმნის ახალ ტერორისტებს. ანუ გამოიგონებს ახალ მუტანტებს სოფლიოში, რომლებიც ინადირებენ ამერიკელ მაღალ ჩინოსნებზე. ხო და არ არის ეს კაი საქმე მინდა გითხრათ. არ არის ეს კარგი საქმე. ნამდვილად არ არის და შეიძლება ჩვენ მალე მივიღოთ თვითონ ამერიკაშიც უკეთი ვერსიები. შეერთებულ შტატებზე მოგსაუბარი. ეხლა არის შემდგომი საინტერესო სიახლე, რომელსაც ირანის პარლამენტის თავმჯდომარე აქვეყნებს, შემო მეგობრებო, ეს შეეხება თუ ომი ასე გაგრძელდა ნავთობისა და
თუ ომი ესე გაგრძელდა, ნავთობის გაყიდვის არც გზა იქნება, არც მისი წარმოების შესაძლებლობა. ნეთანიაჰუს ილუზიების გამო ისინი, ანუ ამერიკელები, არა მხოლოდ ამერიკის, არამედ რეგიონის ქვეყნებისა და მსოფლიოს ინტერესებსაც წვავენ. ისე მე ამას წინადაც დავაფიქსირე, ნეთანიაჰუს ილუზიები ძალიან საინტერესო ტერმინია თვითონ. ნეთანიაჰუს ილუზიები. იმიტომ რომ ანუ რეალურად თუ ყველამ გავიგეთ, რომ ამერიკის ეს ომი ამერიკის ეს ომი არის ისრაელის ომის სინამდვილეში. იმიტომ რომ ისრაელი არის ერთადერთი ქვეყანა, რის გამოც ამერიკა იომებს. სოფლიოში არის ერთადერთი ქვეყანა, იმიტომ რომ ამერიკაში სენატორებიდან დაწყებული დამთავრებული ტრამპის ადმინისტრაციამდე სულ ებრაელები არიან, თან სიონისტი ებრაელები არიან, ან მარტო ებრაელი სიონისტი ებრაელები არიან თან. ნუ ამაში ეჭვი არავის ეპარება და რავი, აი კითხვაც ხანდახან პოსტები მხდება ხოლმე და ძალიან ამერიკა ჩვენ გვერდზე დგას, აი ქართველი ებრაელები წერენ ხოლმე. ბიჭო, თქვენ გვერდზე იმიტომ დგას უბრალოდ ებრაელები ხართ. ანუ იმიტომ დგას. იმიტომ კი არა რომ ანუ ადამიანები ზოგადად სხვა ადამიანების ხარეს დადგება ტრამპი. არა, ტრამპი იმიტომ არის თქვენ ხარეს უბრალოდ ებრაელები ხართ. ანუ ეს არის მთელი პოინტი ამერიკის. ანუ ამერიკა იმ შემთხვევაში გეხმარება თუ წინა დაცვეთა გაგაკეთებული. ანუ სხვა შემთხვევაში ამერიკა არ დაგეხმარება. რაც ამერიკამ ისრაელს გაუკეთა ბოლო 50 წელიწადში, ამ ხელამ სოფლიოს ანუ არავისთვის არ აქვს გაკეთებული დღემდე. რატო? იმიტომ რომ ძლიერი ლობია. ეს ვიცით უკვე, ანუ ეს თემა მსოფლიო მიცის. ანუ დღეს ყველა მიცის, რომ ამერიკის ომი არ არის ეს ამერიკელი ხალხის ომი, ეს არის კონკრეტულად ისრაელის იმპერია ირანი და ამერიკა არის მისი ერთი დიდი ჯიხური. აი საშაურმე რო წარმოიდგინოთ, აი ეს შაურმა corporation და წარმოიდგინეთ ახლა United States of Israel წარმოიდგინეთ, ეს არის დიდი ერთი კორპორაცია, რომელიც ემსახურება ისრაელს. ანუ რაღაც თუნდა ამდენი რაღაცების გახსნა და გამოსღა, ეს უკვე ვიცით ხალხო, თელმა მსოფლიო მიცის. თვითონ ამერიკელებმაც იციან. ხო და ეხლა უყურეთ, ნეთანიაჰუს წარმოდგენაში, ნეთანიაჰუს ილუზიებში ესე რომ ვთქვათ. ხო, ირანის უნდა შექმნა ატომური ბომბი და უნდა ესროლა ჩვენთვისო. აი მე არ ვჟერ ეგეთი იმბეცილები იჯდნენ ირანის თავრობაში, რომ ამაზე ფიქრობდნენ ახლა. ანუ მიზეზი რის გამოც მაგალითად შეგიძლია შენ ატომური ბომბი შექმნა, იმიტომ რომ ამერიკა შენ ქვეყანაში აღარ შემოიჭრას უკვე. ანუ მიზეზი მაგალითად ახლა ჩრდილოეთ კორეამ იმიტომ შექმნა ატომური იარაღი, რომ ამერიკა არ დაესხოს, თორე ჩრდილოეთ კორეას ხო ატომური ბომბი აქვს, რატო არ ბომბავს ყველას? აი გაცილებით დიდი ავადმყოფები ზიან ჩრდილოეთ კორეაში ვიდრე ირანში. მაგრამ ჩრდილოეთ კორეა რატო არ ბომბავს? ანუ ოფიციალურად ატომური ბომბი აქვს. მაგრამ არა. ანუ ნეთანიაჰუს აქამდე ეჯერა, ანუ რომ მართლა ეხა ირანი რო შექმნა პირველი ისრაელს ესროდა. ანუ რა აბსურდია და ეს დააჯერა ყველა სოფლიოში. ხალხო, აი უბრალოდ მარტივი ლოგიკა ჩართეთ. ბირთვული იარაღის ერთადერთი ფუნქცია დღეს არის განიარაღება. ანუ მაგალითად მე შენთან ვეღარ შემოვა. ეხა მე რო ბირთვული იარაღი მქონდეს საქართველოში. ანუ რუსეთი მე ვეღარ მეომება. ის ანუ ტექნიკურად როგორ არა შეუძლია მესროლო სიტყვაზე, მაგრამ ანუ აი უკიდურესი ზომა იქნებოდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრ დათმობაზე წავიდოდა რუსეთი ჩემთან, იმიტომ რომ ბირთვული იარაღი მაქვსო. რა მომინდეს ჩამოვაგდებ სადმე რუსეთში სიტყვაზე. ანუ აქედან გამომდინარე, ნახეთ ეს თემა, რომ ვიღაცას ბირთვული იარაღი, ანუ ირანისგან უნდათ, ირანი არის დიდი, მდიდარი მიწები და უნდათ რომ მიიღონ მორჩილი რეჟიმი. ეს არის რამ ყველაფრის ახსნა, არავის ხალხი არ აინტერესებს. ტრამპმაც ხო ილაპარაკა ამაზე, ხალხი არავის არ აინტერესებსო. აი ეს ვინები და მარტო აპოლოგეტები რო არიან, აი ეს იდეოლოგები და პროპაგანდისტები მართლა ამ ქვეყანაში, რომ ჯერა პროისრაელიანებს და პროამერიკელებს და ზოგადად მაგ ხალხის უდიდეს ნაწილს რა მართლა ჯერა რომ იქ ამთავისუფლებენ ეხა ხალხს. არა, უბრალოდ აიათოლა უნდა ჩააძაღალონ, მოკლან ირანის რეჟიმი დაამხო და მოიყვანონ ცუციკი ლეკვი დასვავენ და ისრაელის და ამერიკის ერთ ადგილს ალოკავს. ეს არის მიზეზი, მიზანი, ხალხო, იცოდეთ. რავი, აი რა მეტი რა ენაზე ვთქვა. რავი, აი სხვა რაღაცების რო ჯერათ, იმიტომაც არის აგე ტრამპი გამოვიდა ეხლა მოусმინოთ. რა ჯანდაბა ხდება? ერთ წამს? USA has ignored our ships, 42 Iranian Navy ships, Donald Trump says. ანუ 42 გემი აქვს განადგურებული ამერიკას ამჟამად ირანული. We've knocked out 42 Navy ships, some of them very large, in 3 days. That was the end of the Navy. We knocked out their Air Force. We knocked out their communications and all telecommunications. ანუ 42 გემი ხო ჩავძირეთო და ყველანაირი ისეთი ზიანი მივაყენოთო კარში კომუნიკაციას როგორ აქვს ამგვიკურსო და ეს მართლა მე ზღაპრეა ხანდახან ვფიქრობ, იმიტომ რომ ანუ ტიპი გამოდის, ამბობს თეთრი სახლის, აი ესე, აი პირდაპირ სტენდაპიდან ამბობს, რომ აი ის მოუკალი ეს გავანადგურე, ეს ავაფეთქე ჩავძირე, მეორე დღეს გამოჩნდა ბალისტიკური და კლასტერული ბომბები თელ-ავივის თავზე.
ანუ თუ ყველაფერი გაანადგურეთ, თუ ტოტალური კონტროლი გაქვთ, თუ ისქენ მოგიგია ომი, მაშინ გადადი, მიდი Თეირანში და ამერიკულ დროშა ავფრიალე. ანუ ეს არის საინფორმაციო ომის ტექნიკა, რომ ეს რასაც ტრამპის ახლა ადმინისტრაცია აწარავს, აი ჩვენ ის მოვკალით, ეს გავანადგურეთ, ის მიწისაგან პირისაგან აღვღვით, აღარ არის. მეორე დღეს გამოვა, ყატარში ბაზა ფეთქდება, იქ ბაჰრეინში ბაზა ფეთქდება, იქ დუბაის სათავმჯერს რაღაც ხდება, რაღაც Since is gone. I don't know how they communicate, but I guess they will figure something out. It's not working out too well. And they're bad people. They're just bad people. ანუ ისინი ცუდი ხალხია და კვდებიანო რა. ხო მიხვდით ხა. ცუდი ხალხია და კვდებიან. When you look at October 7th and beyond October 7th, look at all the killing that they've done over the years for 47. რამდენი ხანი უნდა იყვნენ ამ 7 ოქტომბერს ჩამოკიდებულები არ ვიცი ჩემ. ანუ ეს რამე ალიბი არის, ანუ იდეაში 7 ოქტომბერს რაც მოხდა, კატასტროფა ხო ისრაელისთვის. ანუ ისრაელმა 100-ჯერ იწია ღაზაში მაგისთვის საფასური. ანუ რაც 7 ოქტომბერს მოხდა და ეს იყო ტრაგედია ებრაელი ხალხისთვის და რა თქმა უნდა საშინელება. ანუ ისრაელმა დააბრუნა 100-ჯერ და 1000-ჯერ ღაზაში. ანუ განა 100-ჯერ, ანუ 1000-ჯერ ღაზამ და ჰამასმა და ვინემაც პასუხი. რატო ევასებად ეს მსხვერპლის როლი გამაგებინა ღმერთო აი გაჭირვებულიც ყოფილი ვარ ამ ცხოვრებაში ძალიან და მაშინაც არ ყოფილი ვარ მსხვერპლი. აი რატო ევასებად რომ აი მე გეცოდებოდეთ, აი მე შემიცოდეთ. რატო ბიჭო რა აქ შესაძოდი ბიჭო. ისრაელის საელჩომოც გაავრცელა ის რა ქვია ჩანაწერი რომ ქართველებისო მეგობრებო 26 საუკუნოვანი მეგობრობის ისოდა. ბიჭო ოკეი გვაქვს 26 საუკუნოვანი მეგობრობა ვიცი გვაქვს და ერთმანეთს ვარესპექტებთ ყველაფერში. მაგრამ მე რა გინდა რომ უქნა რომ მე ვისროლო ვინმე ეს ბომბი? თუ რა არის ანუ მეტი რა უნდა გააკეთოს საქართველოს. ან ის რა იყო ხა ირანის დროშის სფერებში რატო გაანათეთოთ ბიჭო? ეგ ირანის რეჟიმის სადმე კი არ იყო. ირანის სახელმწიფოს პატივისცემა იყო და ჩვენ ირანთანაც და ისრაელთანაც გვაქვს ორივეგან დიპლომატიური ურთიერთობა. ანუ ირანთანაც და ისრაელთანაც გვაქვს ორივესთან მშვენიერი ურთიერთობა. იმიტომ რომ ორივე მეზობელია, ანუ არა ბოდიშით ისრაელი არა სულიერად მეზობელია ისრაელი, სულიერად მეზობელი, იმიტომ რომ ქართველებს და ებრაელებს მართლა კაი ურთიერთობა გვაქვს საუკუნეების განმავლობაში. მაგრამ ირანი არის ჩვენი მეზობელი აგერ. ჩვენ გვინდა რომ იყოს რეგიონში მშვიდობა უბრალოდ. ეხლა ისრაელის საელჩო რო გამოდის და მე მეუნება რომ 26 საუკუნე მეგობარი აი აქ უნდა ჩანდეს, ანუ ჩემ გარას ითხოვს, აი მე რა უნდა გავაკეთო? რა დავბომბო თეირანი, აი რა უნდა გავაკეთო? არ მესმის ამის ახსნა რა არის. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს თავრობამ რო გაანათა ირანის დროშის სფერებში, ეს რეჟიმისადმი ტოლერანტობა კი არ იყო, ეს იყო უბრალოდ ირანის სახელმწიფოს მეგობრული პატივისცემა. რომ გვაქვს ჩვენ ეგეთი ურთიერთობა და ხა ისრაელმა და ირანს რამე შუღლი აქვს არკვიონ ერთმანეთში და არკვევენ კიდევაც. მე რა უნდა გავუკეთო? და მე რო რამე გავაკეთო, ვინ დამიცავს? ანუ დავითის ისა მაქვს, რა ქვია, შურდული მაქვს თუ რკინის გუმბათი მაქვს თუ ვინ დამიცავს? აი მითხარი ვინ? მომცემს ისრაელი უფასოდ რკინის გუმბათს. აი მაინტერესებს ისრაელი თუ უფასოდ მე მომცემს, აი კორპუსის თავზე დავიყენებ რკინის გუმბათს და მე პირადად თუ გინდა რა ვიცი რამეს გავაკეთებ, მაგრამ არავინ არაა დამხმარები ჩემი. ამიტომ ეს აპელირება და რაღაცა ვიღაცა შეიცოდა, ანუ რა უნდა ეხა ისრაელის საელჩოს რომ აი საქართველოს გამოვიდეს და ტერორისტული ქვეყანა ირანი იმას შვება, ანუ ვერ ვიტყვით მაგას ჩვენ ხალხო, ჩვენ არ გვაქვს მაგის შესაძლებლობა. მეც რო ამერიკა მყავდეს პატრონი კი, თქვენი თავი შემოგევლოს, აი ამერიკა რომ მე პატრონავდეს, აი ისრაელი შეუერთდებოდით უნდა ხოლმე. აი მე ხელს გადავხვევდი, წავედით ვიომოთ მეთქი, მაგრამ არ არის ამერიკა ჩემი პატრონი, რა გავაკეთო? ამერიკა კი პატრონი არ ამყავს საერთოდ იმაში, არც რუსეთი, არც ამერიკა, არც თურქეთი. და უბრალოდ ერთადერთი რაც შემიძლია პოზიტიური განცხადება გავაკეთო ისრაელთან დაკავშირებით, მე ძალიან მიყვარს ზოგადად ისრაელის სახელმწიფოს ისტორია. ადგილი, ტერიტორია, გეოპოლიტიკა, ბევრი რაღაც, ძალიან ბევრი რამე იყოს, ბიბლია ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე კი არა, ერთადერთი ყველაზე ავტორიტარული წიგნი, რაც არსებობს, ხო? წმინდა წერილი არის, მთელი ისტორიის დიდი ნაწილი უკავშირდება ისრაელს ახლა. ისრაელი ძალიან მიყვარს ამ პერსპექტივაში. აი, სეპირად ვიცი ისრაელის ისტორია მაგალითად და ძალიან დიდი პატივისცემა მაქვს, მაგრამ აი, ეხლა მე რასაც უყურებ ახლა ისრაელის მთავრობიდან და აი თვითონ იმიტომ რომ ისრაელშიც ხალხია ორ ნაწილად გაყოფილი, ზოგი ბიბის უპირისპირდება, ქართველი ებრაელებიც ვიცი, რომლებიც ბიბის უპირისპირდებიან, ანუ ბიბი არ ევასებათ და მეორე ნაწილს ბიბი ევასება. ბიჭო, აი, დაფიქრდით ლოგიკურად ხალხო, აი, მშვიდობიანად ღამე რო არ გძინავთ ისრაელში. და რამდენი არჩევნები მოდის, რომ ბიბი ნეთანიაჰუ უნდა გადააყენონ უკვე. ყოველ წელს ომი როგორ იწყება მაგ ქვეყანაში.
დალოცვილებო. როგორ იწყება ყოველ წელს ხომი? იმიტომ რომ ბიბი ფარავს ამ ომებით საკუთარ იმას რა ქვია რა, გადადგომას და საკუთარი ვადის მოხდას, ანუ ეგრევე არ ეფრეშებს და ახლა სპამდება. და ამიტომ მე ძალიან გთხოვთ საქართველოსკენ ხელების გამოშვებას შეეშვან. ძალიან გთხოვ ყველას. მე მინდა და მაქვს შესანიშნავი ურთიერთობა ისრაელთან, საქართველოს სახელმწიფოს სახელით ვლაპარაკობ ამ წუთას და ასევე კარგი ურთიერთობა გვაქვს ირანთან. და ზოგადად კარგი ურთიერთობა გვაქვს მეზობლებთან. ჩვენ ვართ ნეიტრალური პოტენციურად, ანუ ნეიტრალური ქვეყანა და შესაბამისად ჩვენ ვალაგებთ ამ ურთიერთობებს. ასევე გადატვირთვას უწყობთ ხელს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომ ეს ურთიერთობები გადავწყვიტოთ, ეს არ ქვია გადავტვირთოთ და ბუნებრივია ჩვენი ამოცანა არის, რომ ხალხი არ მოკვდეს. ჩვენ არ გვიხარი არავის სიკვდილი არც ისრაელში, არც ირანში და არსად ხალხის სიკვდილი ჩვენ არ გვიხარია ზოგადად. მე არ მიხარია მაგალითად, რომ ვინმე სამე კვდება. მაგრამ მე ვკითხულობ კომენტარებს, ის გავანადგურე და ვაფეთქე ჩაწახდა რატო შვილო, რატო ეგრე გაბოროტებული მესმის შეიძლება კომენტარებია, პიროვნება შენი არ ჩანს, დამალული ყველაფერი, ფეიკი ხარ, ტროლი ხარ. მაგრამ რატო უნდა უსურო ვიღაცაზე ჩაწაღლდა, რა, შვილო რა. მე რო შენ გბომბავენ, მე შენზე რო ვიღაცა მიგივე თქვას, მოგეწონება? ზეციური იერუსალიმიდან არ მოგეწონება. ამიტომ ხალხო ეს არა ადამიანური მარაზმი უნდა შევწყვიტოთ რა. ძალიან გთხოვთ. ჩვენ არავისთან არ ვტრობთ საერთოდ. და შესაბამისად ისრაელს თუ აქვს ირანთან პრობლემები და ირანს ისრაელთან არ ყვიეთ ერთმანეთში. ჩვენ, რავი, აი ესე მორალურად ვეხმარებით აქედან. საღორ, რა მაგარი და მეტი არაფრის ტრაკი გვაქვს, რა ვქნა. და ამიტომ საელჩოებს და იმეებს მოუწოდებ რაციონალური ფიქრისკენ და რაციონალურად შეხედონ ამ საკითხს რა. ჩვენ ზრუნავთ საქართველოს სახელმწიფო ზრუნავს ამ წუთას საკუთარ მოქალაქეებზე ახლო აღმოსავლეთში, როგორც ისრაელში, ასევე სპარსეთის ყურის სხვადასხვა ქვეყნებში და ჩვენი ამოცანა არის, რომ ჩვენი საქართველოს მოქალაქეები და ეროვნებით ქართველები მშვიდობით დაბრუნდნენ სახლში. დანარჩენი იცი რა არის? მე ვარ ქართველი, ჩემო ძმაო რა. ჩემი დილა თენდება რომ დგები საქართველოთი და ღამეც საქართველოთი. მე არ მახასიათებს ორდროშობანა. აი საქართველოსაც გაუმარჯოს, ისრაელსაც გაუმარჯოს, საქართველოსაც გაუმარჯოს, ირანსაც. ანუ არ მადარტებს რა. მე ჩემი სამშობლო არის საქართველო 100%, აი ძვალი რფილი ყველაფერი რაც მაქვს არის ქართული თავიდან ბოლომდე. ჩემი ამოცანა ქართული ხალხის კარგად ყოფნა და ჩემი მთავარი მიზანია რომ საქართველო გახდეს გაბრწყინებული. დანარჩენი ჩემო ძმაო ომებს იწყებთ. ომებს ხო იწყებთ, ხო პოსტავთ ყოველდღიურად ესენი ვართ ესენი. ხო და ჰაერში რომ გესვრიან და ბომბავენ, პრეტენზია ნუღა გაქვთ მაგას ეს მაო. ვინც იწყებს ომს, იმან აგოს პასუხი ამ ყველაფერზე. მე ჯვარი წერე, მე რომ დავიწყო ომი, ხო? მე აღარ მექნება იმაზე პრეტენზია, ვაიმე რატომ ბომბავს ვიღაცა, ვაიმე რატომ ეცემა რაღაც. მოკითხეთ თქვენ მთავრობებს. თორე მე ბიზინა იმიტომ მევასება, კაცო და პრო ბიზინისტი იმიტომ ვარ და ბიზინა იმიტომ მიყვარს, მაგრამ და აი მართლა ამას კიდევ ერთხელ რომ ბიზინამ იზრუნა იმაზე რომ უბრალოდ რაკეტა არ მეცემა ამ წუთას და მშვიდობით ვარ. და დანარჩენი ისრაელში ხარ, ირანში ხარ, ამერიკაში, მოკითხეთ თქვენ მთავრობას, მაო. რატო ჩაგაყენათ მაგ მდგომარეობაში? შენ რატო უნდა კონდეს არეული შენი ცხოვრება? რატო უნდა იგიქმნიდეს მაგის იმას, რომ შენ აი ამ მდგომარეობაში აღმოჩნდე? ამიტომ მოკითხეთ მაგათ და ჩვენი საქმეა ქართველების არ არის ვინსად ომობთ და რასაკეთებთ ამერიკელებო, ებრაელებო, ირანელებო, რამე თქვენ მიხედეთ თქვენ თავს. ძალიან გთხოვთ საქართველოსკენ ხელს უნდა ჩვენ 20 საუკუნე ვიომეთ უკვე და დაუმტკიცეთ სოფლიოში რომ ირანის დამარცხებული ყავს თავის დროზე, ისის დამარცხებული ყავს, ესეს დამარცხებული. და არ შეა ღმერთი გფარავდეთ თქვენი მოსახლებიანად, მაგრამ შორს იყავით და კარგად იყავით დროებით.